მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო, გამომწერებო და არქისტუმრებო, ეხლა გავაკეთებთ გაშლას, გღალატებთ თუ არა, ძალიან პიკანტური თემა გვაქვს. ვარიანტი გავიღოთ 3, იმიტომ რომ მხოლოდ იმას ვნახულობთ, გღალატებთ თუ არა. და მოკლედ ისე ინფორმაციას გავაკეთებთ დახასიათებას, ანუ რათა მივხვდეთ თქვენი თუ არა ვარიანტი, ვნახოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ, ჩაკეტილი ხართ ეხლა, შეზღუდვებში ხართ, რაღაცა იდუმალ პოზიციაში ხართ, ანუ თითქოს არავინ არ იცის ეხლა სინამდვილეში რას გრძნობთ, რას ფიქრობთ, რას აპირებთ. ან შეიძლება თქვენ წინაშე იყოს რაღაც ამოცანები, რომლებიც არ იცით როგორ ამოხსნათ, არ იცით რა გადაწყვიტოთ. კრიზისში ხართ. და თავს იცავთ, რისგან იცავთ თავს? მამაკაცისგან. არ ვიცი. ნახოთ ეხლა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია, იმედგაცრუებებშია, ბლოკებშია, შეიძლება დაბლოკეთ. მაგრამ რაღაცებს манипуლირებს. თქვენი გაშვება არ უნდა აქ ადამიანს, ეგოისტურად არის გაწყობილი თქვენს მიმართ, გრძნობები თუ აქვს. ვნება აქვს და რაღაცა ტყუილები აქვს აქ ადგილი. ასევე აგრესიას ვხედავ. ნახოთ, გღალატობთ თუ არა. აქ გღალატობთ. ვისთვის რა არის ღალატი? თქვენთვის რაც არის ღალატი? ზოგისთვის ღალატი მარტო ხორციელი ღალატია, ზოგისთვის SMS-ი ღალატია, ზოგისთვის უბრალოდ მეგობრისთვის რაღაცა თქვენი საერთო ამბის მოყოლაც ღალატია. თქვენთვის რაც არის ღალატი, გღალატობთ, მაგრამ აქ პირდაპირ სხვა ქალბატონი გამოისახა, ვისთანაც რაღაც რომანტიკული გრძნობებია. მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი რა, ანუ რაღაცა წვრილმანი, არ შეიძლება იყოს ღალატი წვრილმანი. თქვენი ხართ მისთვის. თქვენი იმპერატრიცა ხართ. ის კი წყლის დედოფალი, შეყვარებული ქალი. ასეთ გამოვიდა პირველი ვარიანტი, კონკრეტულად თქვენი სიტუაციის განსახილველად მომწერეთ პირადში. მეორე ვარიანტი, აქ შეყვარებული ხართ, ან არჩევანში ხართ. აგრესიული ხართ. არაფრის კეთების თავია და სურვილი არ გაქვთ. აქ არ გინდათ ემოციები გაუშვათ. ეს ემოციები შეიძლება იყოს სიყვარული, შეიძლება ზოგადად ძალიან ემოციურად არასტაბილური ფონი გქონდეთ ეხლა და კრიზისი გაქვთ. არ იცით რა გააკეთოთ, ორ ნაპირს შორის ხართ. თქვენ შეფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია? რომანტიკულ ენერგიებშია. წყლის დედოფალი ეს შეიძლება იყოთ თქვენ. შესაძლოა ვიღაცას ახალი ურთიერთობა გქონდეთ. თუ არა და ეს ვიღაცა ვინც გამოჩნდა არის ახალი გაცნობილი. ან ზოგადად შეიძლება პარტნიორი იყოს თქვენზე პატარა, ან იქცეოდეს დაუფიქრებლად, არასერიოზულად, უპასუხისმგებლოდ. კარგი. თუ დაემთხვა თქვენს მდგომარეობას, გააგრძელეთ ყურება. ვნახოთ ეხლა, გღალატობთ თუ არა. აქ ღალატი არ არის. თქვენ ვიხართ მისთვის. ფარული ქალი? თუ რაღაც თქვენი შეიძლება ურთიერთობას არასაჯაროვებდეთ. ეს არ არის თქვენი მეუღლე, თუ მეუღლეზე მიყურებთ, არ არის ეს თქვენი ვარიანტი, სხვა ჩაიფიქრეთ. აქ შეიძლება ეხლა რაღაც პაუზაზე იყოთ. მაგრამ ადამიანი თქვენთან ძალიან მალე მოვა. არის სხვა. სხვასთან შეიძლება იყოს მიმოწერა ეხლა. ასეთი გამოგვივიდა მეორე ვარიანტი და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. ვნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ. აქაც დღეს ყველა გრძნობებში ხრჩობა. მაგრამ აქ არჩევანია. რას ირჩევთ არ ვიცი.
შეიძლება ორი პარტნიორი გყავთ, შეიძლება პარტნიორსა და რაღაცის შორის ირჩევდეთ. აქ თქვენ ხართ არჩევანში, რატო? გინდათ რომ თქვენი პოტენციალი ბოლომდე გამოამჟღავნოთ. არ ხართ ბოლომდე რეალიზებული ურთიერთობაში. თქვენ შეთქმულებული ადამიანის ენერგიები ვნახოთ. ფაქტ ძალიან გამოცანა ადამიანია. ვერასდროს ვერ გაიგებს სინამდვილეში რას ფიქრობს, ანუ აქ არის ადამიანი, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ლაპარაკობს, მესამეს აკეთებს, მეოთხე უნდა რომ გააკეთოს. არაპროგნოზირებადი ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი საიდუმლო სხვათა შორის. ესეც რაღაც შინაგან კონფლიქტშია, არ იცის რა მოირჩიოს და ირჩევს საკუთარ თავს აქ ადამიანი. მხოლოდ და მხოლოდ თუ ვინმე სინამდვილეში უყვარს, ეს არის საკუთარი თავი, ცივი ენერგიები აქვს. შეიძლება იყოს ჰაერისტიკიან ადამიანი, ძალიან ლოგიკური, არა რომანტიული. კარგით. ვისცარი ვარიანტი მიხვდებოდით. ნახოთ ახლა გავაკეთოთ თუ არა. აქ საინტერესო დამოვიდა. ვერ ხედავ რომ ამჟამად გავაკეთოთ, მაგრამ ვიღაცაზე ფიქრობს წარსულიდან. რა ეს ფიქრები ამძიმებს, ანუ ნოსტალგია აქვს. ან თუ თქვენ ხართ დაცილებულები, ოღონდ არა 2 დღის რაღაც პერიოდია გასული, მაშინ თქვენს მიმართ აქვს ნოსტალგია. აქ ხედავ რაღაც ნოსტალგიური ნოტა აქვს. თქვენ მიხართ მისთვის ნახოთ. თქვენ მისგან ახლა რაღაცა თავს იცავთ, აქ სამკუთხედია, ალბათ თქვენი მხრიდან. შეიძლება ვიღაცასთან იმის მხრიდან. ანუ არა, აქ ღალატი აქ არ არის, მაგრამ არის რაღაცა ფიქრები, რაღაც წარსულთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურებს, ყველასთან ვერ რეზონირდება ეს გაშლა, იმიტომ არა ეს საჯარო და უამრავი ენერგია ირევა. ხო, მაშინ არის აქტუალური თქვენთვის ეს გაშლა, არ აქვს მნიშვნელობა როდის გახსნით, ანუ როცა გახსნით მაშინ. არ აქვს მნიშვნელობა როდის მაქვს ეს ვიდეო მომენტადებული. კონკრეტულად თქვენი სიტუაციის გასარჩევად მომწერეთ პირადში. ძალიან დიდი მადლობა ყველას.